რეგულარიას ვთხოვთ რომ ბრძანოს. მოგესალმებით ბატონო, მე ძალიან მოკლე ვიქნები. მე ვფიქრობ რომ დღევანდელი ჩვენი საქართველოს მდგომარეობა რამდენადაც არ უნდა გავიკვირდეთ, გავს დავით აღმაშენებლის ეპოქას. დავითის დროს სწორედ გავიხსენოთ ჯვაროსნული ლაშქრობები. საქართველო იყო ცენტრი და საქართველო იყო საიმედო ქრისტიანული სამყარო. დავით მეფე ეგულებოდათ იმ სამხედრო მოკავშირედ გავხსენოთ, როცა თურქ სელჩუკნი განდევნა დიდმა დავითმა, როდესაც ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა დედაქალაქი საქართველოს და დაუბრუნა საქართველოს თბილისი. და გაერთიანა სწორედ და საფუძველი იყო თურქ სელჩუკების განდევნა. მაგრამ თურქ სელჩუკები დევნიდნენ და ავიწროვებდნენ ბიზანტიას. მაშინდელ თითქმის ქრისტიანული სამყაროს ციტადელს, ხო? და ეს ხო დაჩა ისტორიაში ხო ბევრი ამის მაგალითი, რომ სწორედ დავითის იმედი ქონდა ეს არის ისტორიულ ჟანრთაღწევლების მიერ დაწერილი, რომ დავითს მიმართავდნენ სწორედ ისინი დახმარებისთვის და ქონდათ იმედი. მაგრამ გავიხსენოთ ევროპაც, როდესაც ჯვაროსნული ლაშქარი მოდიოდა სწორედ დავითის და შემდგომ პერიოდში თამარის დროსაც აქ ამჯეროსანი ჯარი იყო. ზუსტად ისევე აღჭურვილი და ძალიან დიდი ენთუზიაზმით დამცველი სწორედ ქრისტიანული საქმისა. მე ისე თქვა მინდა დღევანდელი მდგომარეობები კავკასია ხდება ისევ ცენტრი. აქ რო ჩამოდის ახლა დივენსი ამიერკავკასიაში ვიცე-პრეზიდენტი ძალიან სამწუხაროა ეს თბილისში არ ჩამოდის. მე იმედი ვიყავ გამოთქვა რომ ეს დროებით მოვლენა და ეს შეიცვლება ეს მოვლენა. მაგრამ მე სწორედ ამიერკავკასიის აღიარება როგორც ცენტრისა, ისევ იმ ცენტრისა, რომელიც მსოფლიო ცივილიზაციის სამყაროს განვითარების ბირთვი ხდება. ამწერელმა გამაუცა, როდესაც ის სკრუპულოზურად აღწევს დავითის პიროვნებას და ასეთ რამეს წერს, რომ ღვთისმეტყველმა მეფემ შემოკრიბა კაცნი პატიოსანი ცხოვრებითა და გამორჩეული სათნოებითა. αλλά მე ასეთ ყურადღება პატიოსანი ცხოვრებითა. დღეს გვაგვია თუ არა ეს, ზუსტად ეს, რითაც დავითმა შეძლო ის საოცრებები და საოცრება იყო მაშინ ეს სწორედ ნიკოპსიდან დარობალდამდე დიდი საქართველო, დიდი, ხო? პატიოსანი ცხოვრებითა და გამორჩეული სათნოებითა გვაკლია დღეს ზუსტად სათავეში. და აი ის რაზედაც დღეს მე თქვენ უკვე გითხარით ფუნქცია სახელმწიფოს, მე სახელმწიფოდნე გახლავარ, განსაკუთრებს ძალას ამა თუ იმ ქვეყნის. ფუნქცია ქონდა სულ საქართველოს, რაც უნდათ რომ დაგვავიწყო. თქვენ ძალიან კარგად იცით აქ ისეთი გამოჩენილი მეცნიერი ძამდები, რომ გერმანელი პროფესორი ედგას სათავეში და უდგას, ახლაც გერმანელი პროფესორი უდგანან, რომ თეთრი რასის დამახსებელი სწორედ კავკასიონის სამხრეთი კალთაა. ანუ ჩვენ საქართველო, რომ ქართული გენი, რომელსაც სწავლობენ დღესაც პროტოქართველები, იმდენად ძლიერია და არ მოხდა ასიმილაცია მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გზაჯვარეზე ვიყავ და ცხოვრობდი. დარჩა საქართველო, დარჩა ეს უძველესი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომ ჩვენ არ განვიცადეთ ასიმილაცია, ანუ ეს გენეტიკური ძლიერი კოდი დღესაც პოულობენ მათ ევროპაში, იგივე ეგვიპტეში, იგივე შუა აღმოსავლეთში ეძახიან და ყველგან გაყიდათ ძალიან შორს. დავიბრუნოთ ფუნქცია ბატონებო. მე ვარ ბედნიერი, რომ ვარ წევრი
ამ მეცნიერთა კონგრესის ვარ და ვაღიარებ იმ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას, რომელიც შეიძლება ჩვენი განვითარების საფუძველი გახდეს და ვიქნები ძალიან ბედნიერი თუ სახელმწიფო აღიარებს ამას და დაედება მომავალ კონსტიტუციას საფუძვლად. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.